ჟურნალებში იბეჭდებოდა, მე წიგნად, მე ეს მოთხრობებიც ყოველთვის დაწერდა, ჯერ იბეჭდებოდა ჟურნალში მოთხრობებიც და მე წიგნად. სამოსელიც ესე, ჯერ პირველი ნაწილი დაამთავრა და გამოვიდა პირველი ნაწილი, რაღაც გრაფიკა იყო ახორულუას, მარტო პირველი, მაშინ გაგრძელებები ჯერ არ ქონდა. ანუ როგორც კი დაიწყო ჟურნალში ბეჭდვა და პირველი ნაწილი დასრულდა, წიგნადაც გამოვიდა. მე დაიწყო მეორე ნაწილის, ნაწილი პირობითად, მაგრამ ხო რამშევ აქ უკეთ არ იყო დამთავრებული რომანი. წერდა, ისევ დაიწყო ჟურნალში ბეჭდვა და რომელიღაც არალეგალურ გამოცემაში დაიბეჭდა სტატია, რომ გურამ დოჩანაშვილი მაგათ ცდილობს, რომ შეფარული გზითო ამხილოს საბჭოთა კავშირი და რაღაცა ხო დაიბეჭდა ესეთი სტატია და გააჩერეს, მნათობში გააჩერეს ბეჭდვა. წარმოიდგინეთ, ჟურნალი გაგრძელება მოყვება რო წერია და რაღაც და აჩერებ ბეჭდვას, ეს ძალიან სერიოზული ის იყო, მაგრამ ეთყობა იმდენად იმ ჟურნალში დაბეჭდილი, არაფორმალურ ჟურნალში დაბეჭდილი სტატია მივიდა ეთყობა იქ, სადაც უნდა მისულიყო პირიქით, არ უნდა მისულიყო და რეაგირებაც მოყვა ძალიან საშინელი, აი ძალიან გაგიჟებული ყოფდა. მაგისთვის წერა, ცხოვრება იყო მთავარი და იმის მერე რეალიზებაა მერე იმის ბეჭდვა და კითხვა, იმიტომ რომ თუ მკითხველი არ ყავს, ხო, ვისთვის წერო, როგორ გითხრათ, ახლა იაფასიან გათვლებს კი არ გულისხმობ, რომ ვიღაცისთვის დაწერო, მაგრამ წერი იმიტომ ზუსტად, რომ გიყვარ შენი მკითხველი, რომ იმამდე მივიდეს ეს ყველაფერი და თუ ვერ მივა, ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა, მოკეთ ეს რომ გააჩერეს და მაგრამ მე წიგნად მაინც გამოუშვეს.